დღეს Fujifilm-ის კამერაზე ვისაუბრებ, რომელიც იმხელაა, რომ გაოცდებით. ეს Fujifilm Instax Pal-ია, ძალიან პატარა კამერა, იმდენად პატარა, რომ ხელის გულზე მეტევა. ყველა მეეკითხებოდა, ესაა კამერაო და კი. ეს არის კამერა კი. ამ კამერის მთავარი მუღამი და ვაიბი ისაა, რომ Polaroid მაგონებს ეგეთ ფოტოებს იღებს თავის 5 მეგაპიქსელიანი კამერით. საყვარელია რაღაც. ჩართვის ღილაკი კი თავზე აქვს. აქვე შეგიძლიათ დავუყენოთ სილიკონის ნაწილი, აი ეს, რომელიც მოყვება ამ კამერას და საკმაოდ მრავალფუნქციური რაღაცაა, კონკრეტულად ეს ნაწილი. შეგიძლიათ viewfinder-ად გამოიყენოთ, ასე და ისე გადაიღოთ. საშუალოდ ნახავთ, რას გადაიღებთ, მაგრამ სიზუსტით არ გამოირჩევა. ასევე შეგიძლიათ კამერის სადგამად გამოიყენოთ და ასევე საკიდის ფუნქციასაც ითავსებს ჩანთაზე ან შარვალზე, რომ ჩამოიკიდოთ. რაღაცნაირად სტილსაც შეგმატებთ, რა ვიცი. მაგარია ეს რო გაქვს ჩამოკიდებული. ჩანთაზე ჩამოიკიდებთ. უკან აქვს ფოტოს გადაღების ღილაკი, რომელსაც უნდა ვთქვა, რომ ხშირად ვაჭერდი შემთხვევით, რადგან მარტივი დასაჭერია და რენდომ ფოტოები მხვდებოდა მერე გალერეაში. ქვემოთ აქვს შტატივზე დასამაგრებელიც კი, რაც გამიკვირდა, მაგრამ მე როგორც შტატივების მოყვარულს და აქტიურ მომხმარებელს ძალიან გამიხარდა. ასეთ პატარა კამერას, რომ ეს ნაწილიც აქვს. ჩართვის ღილაკი მუდამ ანათებს, როდესაც ჩართულია და როგორი საყვარელიცაა, ისიც საყვარელ ხმებს გამოსცემს გადაღებისას. აი მაგალითად ასე. ფლეშიც კი აქვს კამერასთან, როგორც უკვე ნახეთ, სიგნალში განათებისთვის, მოკლედ საკმაოდ ბევრი რამე ჩაატიეს ასეთ პატარა ფორმაში და ბრავო. კამერას თვითონ აქვს მეხსიერება და 50 ფოტოს დაიტევს და აქვს მეხსიერების მიკრობარათის ჩასწრებით, სადაც ჩავსვამთ მეხსიერების ბარათს და მერე რამდენიც გინდათ გადაიღეთ. თანამ მეხსიერების ბარათი არ გაივსება. აბა საიდან უნდა გაიგოთ, რას უღებთ და თუ უღებთ, სწორად უღებთ თუ არა. ამ კამერის მთავარი საჭიროება არის მისი აპლიკაცია. Instax Pal ქვია ამ აპსაც და იქ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი. ესე იგი, აპლიკაციაში დარეგისტრების შემდეგ Bluetooth-ით აკავშირებთ კამერას ტელეფონთან და უკვე აპლიკაციიდან შეგეძლებათ ფოტოების გადაღება. აპლიკაციიდან შეგეძლებათ ასევე დაინახოთ ის კადრი, რისი გადაღებაც გინდათ. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ გადაღების ფორმატი, 3 ფორმატი აქვს: mini, square და wide. მაგრამ არის და ცოტა ხანში გეტყვით ამაზე. აპში ნახავთ რამდენ პროცენტზეა კამერა, ასევე ექსპოზიციის შესვლაც შეგიძლიათ თუ ცოტა ბნელ ან პირიქით ნათელ ფოტოებს იღებს. აქვე შეგიძლიათ წაშალოთ გადაღებული ფოტოებიც. გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ Instax Mini Link 3-ით, რომელიც აქ მაქვს. ეს არის Instax Mini Link 3, რომელსაც რა თქმა უნდა ზუმერში შეხვდებით და ამით შეგიძლიათ გადაღებული ფოტოები დაბეჭდოთ. შეგნით უკვე ჩავსვი ფირი და ამოვარჩიე ეს ჩემი ფოტო, სადაც ვცდილობ პიანინოზე დავუკრა. მოდი ამოვბეჭდოთ. დავაკავშირე Mini Link-ი ტელეფონთან და აპლიკაცია გადმოვწერე, Mini Link-ი ქვია აპლიკაციასაც და იქიდან ავრჩევ ფოტოს, რომელიც მინდა ამოვბეჭდო და უნდა დავაჭირო აი ამ ღილაკს. აი გამოვიდა ესეთი ფოტო. რა თქმა უნდა Mini Link 3-ის და თვითონ ფირების ლინკსაც ქვემოთ ნახავთ აღწერაში. ახლა დავუბრუნდეთ იმ მაგრამს გადაღების ფორმატებთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვთქვი, 3 ფორმატი აქვს: mini, square და wide. აქ მაქვს mini ფორმატის ფირები, შესაბამისად ფოტოებიც ამ ფორმატში უნდა გადავიღო და გადაღების შემდეგ ფორმის შეცვლა შემიძლია აპლიკაციაშივე. მაგრამ უკვე გადაღებულს მოვჭრი და კიდევ უფრო დავაპატარავებ, რაც არაა კარგი და ფოტოს ხარისხს გაუფუჭებს. შესაბამისად ეს გასათვალისწინებელია. კარგი ვთქვათ, გადავიღე mini-თ, მაგრამ დამოუწყდა გადაყვანა და wide ფორმატის ფირები მაქვს. რა უნდა ვქნა ალბათ, ხო? რეალურად ეს კამერა ყველა ფოტოს wide-ში უბრალოდ ისე იმახსოვრებს, როგორც გაქვთ მითითებული. ორიგინალი ფოტოების ნახვა კი მეხსიერების ბარათზე შეგიძლიათ კომპიუტერში. აქედან შეგიძლიათ მინიზეც მოჭრათ, square-ზეც და ხარისხი არ დაგეკარგებათ. შემდეგ კი დაბეჭდოთ. ანუ თუ ფორმატის შეცვლა დაგავიწყდათ, სანერვიულო არ გაქვთ, მეხსიერების ბარათზე ნახავთ ორიგინალ ფოტოებს. უბრალოდ ჯობს რომ არ დაგავიწყდეთ, რა თქმა უნდა, პაცა თავის სტილს აირიდებთ. ოკეი, წეგან ვახსენე საყვარელ ხმებზე და აპში შეგიძლიათ შეცვალოთ ეს ხმები და ასევე აქ გაქვთ მიღწევებიც. აი, მაგალითად, პირველ გადაღებულ ფოტოზე გასაჩუქრებთ აპი, ასევე მე-100 ფოტო როცა გადავიღე, ახალი ხმა გამიხსნა, რაც სახალისოა და ესაა ჩემი აზრით ეს კამერა. ხალისი გართობა დროის კარგად გატარებისას იმ მომენტის აღბეჭდა. მე და ჩემო მეგობრებმა შესანიშნავად გამოვიყენეთ ამ ვიკენდზე. ძალიან ბევრი ფოტო გადავიღე და თითოეულ ფოტოს, როგორც უკვე ვთქვი, ფირის ვაიპები ქონდა. თითქოს Polaroid-ით ან სხვა Instax-ის ფოტოპრინტერით ვიღებდი, ოღონდ ეს ციფრულია და რამდენსაც გინდა იმას გადაიღებ, სანამ მეხსიერება არ ამოგეწურება. Fujifilm Instax Pal არის მთლიანად ვაიბი, გართობა და კონკრეტული მომენტის ორიგინალურად ფოტოზე აღბეჭდა. მე შესანიშნავად გამომივიდა ეგ და დარწმუნებული ვარ, როგორც მე მომეწონა ეს კამერა, ისე მოგეწონებათ და იხალისებს თქვენს. ლინკს აღწერაში შეხვდებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შემდეგ შევხედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.